აღდგეს სამართლიანობა, შესრულდეს წინასაარჩევნო დაპირებები და დაისაჯონ დამნაშავეები. ამ მოთხოვნებით მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. აქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით მიმდინარეობს. ირმა ინაშვილის განცხადებით აქცია იმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიასწრონ ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა. ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში. დაუშვა დამნაშავეებთან და კრიმინალებთან კოჰაბიტაცია და შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალადობის და ტერორიზმის წახალისება. დღეს საზოგადოება ეუბნება ხელისუფლებას არანაირი კოჰაბიტაცია მკვლელებთან და დამნაშავეებთან, დაიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი და გაითვალისწინეთ ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ის საშინელება, რაც მოხდა ბატონ იურისთან დაკავშირებით, სასწრაფო და დროულად უნდა იყოს გამოძიებული, რომ ქართველი ხალხი არ აპატიებს ამ დანაშაულს, რაც ჩაიდინეს ბატონ იურას მიმართ. ასევე ვითხოვთ საზოგადოება, რომ ხელისუფლებამ გამოიღვიძოს, გამოფხიზლდეს და დაიწყოს ხალხის სამსახური და ქვეყნის სამსახური რეალურად.